საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სურს მთავრობის სახელით მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ კორესპონდენციასთან დაკავშირებით, რაც რამდენიმე წუთის წინ ჩვენმა მთავრობამ მიიღო სტრასბურგის სასამართლოსგან. როგორც ამ კორესპონდენციიდან ირკვევა და როგორც გუშინ იყო დაანონსებული, დღეს რუსთავი ორმა, როგორც კომპანიამ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, ამ საქმეს მიენიჭა შესაბამისი ნომერი პროცედურების დაცვით და რუსთავი ორმა, რა თქმა უნდა, მეორე მხარედ, ანუ მოპასუხე მხარედ დაასახელა საქართველოს მთავრობა. რუსთავი ორი სტრასბურგის სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია ადვოკატი ქალბატონი მურადაშვილით, როგორც ამას იტყობინება სტრასბურგის სასამართლო. რუსთავი ორმა სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვა შეტანილ საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო დროებით ღონისძიებას უწოდებს და მოითხოვა შემდეგი. პირველი, საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება, მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლო შეტანილ სარჩივარს არ განიხილავს არსებითად და არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს ან გაადვილოს რუსთავი ორის დახურვა და მესამე, რომ აეკრძალოს ხელისუფლებას არ შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში. რუსთავი ორმა ამ სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადებები, მათ შორის სხვადასხვა დროს გაკეთებული სტრასბურგის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის IPP-ის წევრების, გუშინდელი ამერიკის საელჩოს განცხადება, ჩვენ შიგნით მედიაში გაკეთებული სხვადასხვა განცხადებები და თქვა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილ ღონისძიებას არ გამოიყენებდა, საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ძალადობა და ქაოსი ბევრ სხვა ნეგატიურ მოვლენასთან ერთად, რაც შეიძლებოდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მისთვის უარის თქმას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ეს არის ის, რაც მოითხოვა კომპანიამ. სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მათ მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად მორიგე მოსამართლემ, რომლის გვარი პროცედურა ასეთია არის უცნობი და ისე რომ ჩვენ მეორე მხარე, მოპასუხე მხარედ დასახელებული არ ყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებული და ჩვენგან რაიმე ინფორმაცია გამოთხოვნილი დღის განმავლობაში არ ყოფილა, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომ არა საქმის განხილვის დასრულებამდე, არამედ 8 მარტამდე ამ წლის მიღებული იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება ნებისმიერი ფორმით, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს, რომელიც გამოიწვევდა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შესვლას. ამ საქმეს ამავე მოსამართლემ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ სხვა ნებისმიერ საჩივარზე ადრე იქნება ეს ციხიდან გაგზავნილი, რიგითი მოქალაქის მიერ გაგზავნილი თუ სხვა, ამ ყველა საჩივარზე ადრე განიხილავს მოცემულ საქმეს, რადგან მას ამ მოცემულმა მოსამართლემ მიანიჭა პრიორიტეტის. ეს არის სულ, რაც მე დღეს შემიძლია გითხრათ. საქართველოს მთავრობა არის მხარეს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და ჩვენი ვალია, რომ დღეს საზოგადოებისთვის გვეთქვა მშრალი ფაქტები, რა მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარემ, ვინგანი იხილა და რა პროცედურის მიხედვით მათი მოთხოვნები და რაში მდგომარეობს
გამოყენებული ღონისძიება და რა ვადამდე მოქმედებს ის. რა იქნება მერე ისმის ეს კითხვა, მერე იქნება ის რომ 8 მარტამდე სასამართლო უნდა შეიკრიბოს და არა უკვე ალბათ ერთპიროვნული მოსამართლის მონაწილეობით, არამედ კოლეგიური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, იმასთან დაკავშირებით გაფართოვდეს თუ არა სასამართლო პრაქტიკა ამ ფორმით გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე, გაგრძელდეს თუ არა ეს დროებითი ღონისძიება და საერთოდ შენარჩუნდეს თუ არა ეს გადაწყვეტილება. ეს არის ის, რაც დღესაღამოს მშრალად ფაქტების მხრივ შეიძლება ითქვას და რა თქმა უნდა ჩვენ პროცედურის დაცვით ჩვენ რა თქმა უნდა მივყვებით ამ საქმეს ისე როგორც გვიწარმოებია ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში. დიდი მადლობა.